$800 ვაკეთებ კვირაში. ეხლა მე ვითვლი კვირის ხარჯს. ამერიკაში ტრაილერზე რამდენ საკეთებენ, რამდენი გრჩებათ, ხარჯები რა არის და $6,290. გამოვაკლოთ, აი კრუასანი რო აიღო, მაგაში $30 გინდა მინიმუმ. ჯანმრთელობის დაზღვევაში ვიხდი დავაზღვიე $91,000, რამდენიც გადავიხადე. მოგესალმებით მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი, გადადით გათამაშების ვიდეოზე და დააკომენტარეთ, 1000 გამოწერი დაგვრჩა და გავათამაშე PlayStation 5-ს, იმედია მალე გავათამაშე. დღევანდელი ვიდეო შეეხება რამდენს ხარჯავთ ამერიკაში, ფული რამდენი გვეხარჯება, რამდენს გამოვიმუშავებთ და მოკლედ შემოსავალზე და გასავალზე მოგიყვებით ყველაფერს რა. ამჟამად ვუშავებ ხმე ტრაილერზე რა. და მოგიყვებით ტრაილერზე რა მუშაობა არის, რა ხარჯები გვაქვს და ასე შემდეგ რა. მოკლედ ტრაილერზე ისეთი სიტუაცია არის, რომ დეკემბერში ხარ რა. იყო ისეთი მუშაობა, რომ 9,500-ის დაგროსე, 10,000-ის დაგროსე, მაგრამ საფხურში და რაღაცას მარტის შემდეგ ისეთი მუშაობა არის ხოლმე, რომ 5,000-ს გროსავ, 6,000-ს გროსავ და მოდი წლიურად ისე ავიღოთ, რომ საშუალო იყოს $8,000 რა. მაგრამ ეგ $8,000-იც არ არის რა. თავის დასვენებით და რაღაცებით სადღაც 7,500 იქნება, მაგრამ ავიღოთ $8,000 რა. $800 ვაკეთებ კვირაში. $800 კვირაში ვაკეთებ, $800-დან $800 უნდა გამოვაკლო 10% დისპეჩინგის ვის ტვირთავს, ვის კომპანიაშიც მუშაობ რა. გამარჯობა ჩემ კომპანიას BBK-ს. 10%-ია. 800 არის $800 რა. დაგვრჩა $7,200. ეხლა მე ვითვლი კვირის ხარჯს. ამ კვირის ხარჯში ჩავთვლი საჭმელსაც, სიგარეტსაც, ტოლებსაც ჩავთვლი, ჯანმრთელობის დაზღვევას, მანქანის დაზღვევას, სახლის გადასახადს, აი ყველაფერს ჩავსვავ საერთოდ, ოღონდ კვირაზე, რამდენი გამოვა რა. მოკლედ, გვაქვს 800, მანქანაზე ტელეფონი არ იხმაროთ. 800-ის 10% არის $800. ამას გამოვაკლოთ $800. დაგვრჩა $7,200. $7,200 უნდა გამოვაკლო ეხლა მე $700 რა. ან $700 უნდა გამოვაკლო, ან $750 უნდა გამოვაკლო რა. და სავარაუდოდ რაღაცას ან შუალედში იქნება რა. იმიტომ რომ ახალი ტრაილერი გამოვიყვანე და ახალ ტრაილერზე მომემატა გადასახადი რა. მანამდე ვიხდიდი $650. ოღონდ $650 ვიხდიდი, აი საერთოდ ყველაფერში რა. კვირის ხარჯი, აი რო არ ვიმუშაო, $650, აი აუცილებლად გადასახდელი აქვს რა. ტრაილერი რო გაჩერებული მყავდეს, აი უეჭველი გადასახდელი აქვს რა. და პარკინგი, ხო, პარკინგი სხვა თემა, პარკინგსაც ცალკე გამოვაკლოთ რა. $7,200 გამოვაკლოთ, $700. დაგვრჩა $6,500. შედის დაზღვევა, ტვირთის დაზღვევა, კარგო ინშურენსის დაზღვევა შედის მაგაში $700-ში. კიდე შედის ტრაილერის ქირა, ტრაილერის დაზღვევა და კიდე შედის იფტა. დაცი მეტი არაფერი რა. ეხა ამას უნდა გამოვაკლოთ $400 ვიხდი პარკინგზე, სულ არ შევიდე და სულ არ გავაჩერო ერთის განმავლობაში მანქანა. პარკინგის ფული მაინც მაქვს გადასახდელი, შეგიძლია არ გადაიხადო, მაგრამ სახში რომ მოგიწევს ჩასვლა, ვერსადური გააჩერებ რა. პარკინგში ვიხდი $400 თვეში. ამას $6,500 უნდა გამოვაკლოთ, ეხა $100, $6,400 დარჩა. $6,400 კიდე გამოვაკლოთ ჩემი ტრაილერის დაზღვევა, ტრაკით რითიც დავდივარ, მაგის დაზღვევა და ეგ არის დამოკიდებული შენზე, რამდენში დააზღვე. მაგალითად, ჩემი მანქანა რო ვიყიდე, ამ მანქანის ღირებულება არის $91,000, რითიც დავდივარ. და შეგიძლია რომ დააზღვიო $50,000-ში, შეგიძლია დააზღვიო $100,000-ში. მაგრამ ღმერთმა დაგიფაროს და რაღაცა მოხდეს რა. დაზღვევა იმდენს აგინაზღაურებს, რამდენიც გაქვს რა. 2x2 4 არის. ხო და მე
დავაზღვიე $91,000 რამდენიც გადავიხადე. იდეაში არც მატანდნენ იქიდან სხვანაირად რა, მანქანას თავიანთი დაზღვევას თუ არ ჩავრთავდი რა, ანუ თავიანთი დაზღვევა რა თვითონ მითხეს რომ ჩვენი დაზღვევა ჩართევა, მაგრამ მეთქი არ მინდა თქვენი დაზღვევა და მითხეს რომ რეები უნდა შევასრულო და როგორი დაზღვევა უნდა მქონდეს და ეგეთი დაზღვევა გავაკეთე. როგორი დაზღვევაც თვითონ მითხეს. ამ დაზღვევაში ვიხდი $440. ამას გამოვაკლოთ. აი გამოვაკლოთ დეტალურად. $110. $6,290 დაგვჭა. კიდე ამას უნდა გამოვაკლოთ საწავის კვირაში საშუალოდ საწავს მოვიხმარ ძალიან ცუდად შეიძლება დავითვალო რა, იმიტომ რომ შეიძლება $2,000 დაწვა საწავი, შეიძლება $3,000 დაწვა საწავი. გააჩნია სად დადიხარ, რომელ შტატებში დადიხარ, რა ფასი ასხავს საწავს, ყველა შტატში განსხვავებული ფასი არის და გააჩნია რა წონით მიდიხარ და ბევრი წონით როცა მიდიხარ და ბევრ საწავს ასხავ, მაღალ ფასიანს, რა თქმა უნდა, ფასიც მაღალი იქ რა. ეხა მე რო ვიარო და უშად დაბალი წონით მთელი კვირის განმავლობაში შეიძლება დავწო $2,500, $2,400, მაგრამ ძიმე წონით რო ვიარო, ჩემ მანქანას ძალიან დიდ განსხვავებას აძლევს და $400-500 აძლევს რაზმისას განსხვავებას. ხო და ავიღოთ ამაზე $2,500 საწავი. $6,290 გამოვაკლოთ $2,500. დარჩა $3,790. ორი წამი. ხო და რაზე საუბრობ? დიზელის ფასი გამოვაკლეთ ამას. ეხა მანქანის გადასახადი. მე ვიხდი მანქანის გადასახადს ძალიან ბევრს კი არა. ეხა კიდე ავიღოთ მანქანის გადასახადი. მანქანის გადასახადში ვიხდი მე ცოტას, იმიტომ რომ მანქანას არ მაძლევდნენ რა, სხვანაირად თუ დაუფეიმენს ბევრს არ დაუდებდი. მაგრამ ეხა აკაურ ბანკს თუ ვიხდი მე დაუშვათ $1,400, ხო? საქართველოში სესხი ავიღე რომ აკაური დაუფეიმენტი პირველად შენატანი შემეტანა და ძალიან ბევრი შემატანა. იქაც ვიხდი საქართველოში და აქაც ვიხდი ვალს. და საშუალოდ ავიღოთ კვირიდან რამდენს? ჩაგიტარა ძველი წნეთური. აი კვირაში სულ არაფერი გამოვაკლოთ, აქ გადასახადს და იქ გადასახადები რაც მაქვს, გჭირდება $800 რა, $800 მაქვს, აი კვირის გადასახადი უეჭველი რა სესხებში რა, ამ მანქანის რომ ეს მანქანა მყავს მე. ამას უნდა გამოვაკლოთ $800. დარჩა $2,990. $2,990 გამოვაკლოთ. $400 კვირეულად დაუშვათ სახლის გადასახადი, რომ სახლი ქონდეს $1,600 ნაქირავები რა. $1,500-დან $2,000-მდე ქირავები რა. ამას გამოვაკლოთ $400 და პლუს გადასახადები, დენი, გაზი, რაღაცეები, ინტერნეტი გამოვაკლოთ $400 მაგივრად $500. იმიტომ რომ მართლა დაგჭირდება რა. ამას გამოვაკლოთ $500 და დაგვრჩა $2,490. ეხა შემდეგი ჯანმრთელობის დაზღვევაში ვიხდი ორივე დაზღვევაში კვილებიანად $200 თვეში. ანუ ამას უნდა გამოვაკლოთ $50 და ამას კიდე უნდა გამოვაკლო მანქანის დაზღვევა, პატარა მანქანის დაზღვევა რა. გამოვაკლოთ კიდე პატარა მანქანის დაზღვევა. დავრჩა $2,390. ეხა კიდე ამას ვაკლებთ თვეში გვაქვს თუ იარი კარგად თვეში ერთხელ ზეთი აუცილებლად უნდა შეცვალო და თვეში ერთხელ თუ ზეთი უნდა შეცვალო გააჩნია რა რაზეც ჩაასხავ და მე ძვირიან ზეთს ვასხავ და მიწევს სადღაცას კვირაზე რო გადავითვალო $150. $150 აი უეჭველი კვირაში ზეთის ფული უნდა გადავდო და ამ ყველაფერთან ერთად საბურავი იქნება, ტორმოზები იქნება, ღმერთმა დაგიფაროს, აი ელემენტარული რაღაცეები რაც უნდა იყოს. აი რავი, წყალი რო ჩაამატო, დორნიკებზე წყალი რო დაამატო, ეგეთი რაღაცეები ზერო შეკრიბო, $150 ზეთი და
ავე $250 როგორ უნდა დაამატო მაგაზე რა აი უეჭველი უნდა დაამატო $250 $150 რა $400-ია მაგრამ ოკეი დავამატოთ და ეს $400-იც ძალიან ცოტა კვირაში მანქანის სვეთა რა აი ძალიან ცოტა არის ამას გამოვაკლოთ $400 დავჭა $1990 $1990 ზოგადად ამერიკაში რო ცხოვრობ თანხას რასაც იღებ და ხელფას რო იღებ აკლდება არ აკლდება მით უმეტეს რაც ტრაილერი ყავს რა შენი ტრაილერი რაც ყავს მოგიხოთ ჩემ მამიდაშვილს ძალიან კარგად ცხოვრობდი სანამ ჩემ ტრაილერს ვიყიდიდი კარგად ვიყავი არ ხეინად ვიყავ დავჭა $1990 დღეში რა ძალიან ცუდია რომ სიგარეტს ვეწევ და არ მოწევ სიგარეტს შტატში გააჩნია ხა აქ სად იყიდი როგორ იყიდი ნიუ-იორკში დაუშვათ $19 $20 ღირს გააჩნია სად იყიდი სიგარეტს რა ამას ყველაფერს თავი დავანებო დილით რო ვიყიდებ სიგარეტს ვყიდულობ ყავას ვყიდულობ და რაღაცა საჭმელი დილით რო ჭამო ამ ყველაფერს რაღაცას ერთი $35 $40 მინდა მე რო გაჩერდე შუა დღეს რო შეჭამო რამე აი სულ რომ მაკდონალდში გაჩერდე და მაკდონალდში შეჭამო სადაც $30 მინიმუმ გინდა აი უბრალო მენიუში რა მე არ გეუბნები რომ აი კარგად შეჭამო და კარგად დანაყდე სტეიქსის რო შეჭამო და აი ფუფუნებით რო ჭამო მაგას არ ვიცი უბრალოდ რო ჭამო რომ ენერგიაზე იყო და ნუ რობოტი ხარ რა და რობოტი რო დატენო მაგისთვის შეიძლება კიდე $30 რა რაღაცას $30-მდე პლუს-მინუს $5 საღამოთიც აუცილებლად სჭირდება და როდესაც დადიხარ დილიდან საღამომდე საღამოთი ყავის დამატება უეჭველი გინდა ყავას რო აიღებ საღამოთი საჭმელიც კიდე უნდა შეჭამო თორე აი თავი გტკივდება კაროჩი დილით საჭმელს აუცილებლად ჭამ შუა დღემდე საჭმელს ჭამ და საღამოთაც საჭმელს ჭამ რა ოღონდ დილით საჭმელი არა დილის ბრექფასტი რა თუნდაც ყავა რო აიღო სიგარეტი რო აიღო და 7 days-ის კრუასანები რო არის აი კრუასანი რო აიღო მაგაში $30 გინდა მინიმუმ აი ვითომ ხო არაფერი მაგრამ $30 გინდა მაგ ყველაფერში დღეში $100 საჭმელში ისე გჭირდება აი როგორც არაფერი ოღონდ ისეთ საჭმელში რომ მე არ ვთვლი რომ აი სტეიკი შევჭამო და დილით რო გავიღვიძებ რომ ბეიგელი ვიყიდო და ან ვენდისში შევიდე და ვენდისის ბრექფასტები ავიღო $20 და მაგას არ ვთვლი აი უბრალოდ რომ ენერგია მიიღო რა ამ ყველაფერში გჭირდება დღეში $100 აი უეჭველი $100 კიდე კვირაში არის $700 ამოვაკლოთ $700 $1990 რო გამოვაკლოთ 700 დაგვრჩა $1290 $1290-დან კიდე რაში გვეხარჯება ფული ეხლა დავფიქრე და უეჭველი ვიპოვი კიდე რაღაცებს რა ხო აღარც მინდა დაფიქრება ტოლებში ვიხდი ფულს კვირაში რაღაცას $200-დან $300-მდე გჭირდება რომ ტოლები გადაიხადო თუ დადიხარ ეხლა ქვედა იმით რა ქვია გზებით და რაღაცეებით ოკეი შეიძლება ტოლი საერთოდ არ გადაიხადო მაგრამ მე არ დავდივარ ფასიანი გზით და ნიუ-იორკში თუ ავედი ემატება რა თქმა უნდა თანხა და ნიუ-იორკში ქალაქში თუ შეხვედი მანდაც ემატება თანხა მოკლედ სულ რომ იმენა არაფერს არ გაიქცე აი გზას იმენა ვერანაირად ვერ გაიქცევი ამ გზაზე გინდა $90 გადავიხადე ხა ინდიანაში იქიდანაც ოჰაიოს ტურპაიკზეს კაი $40 თქვი კვირაში ტოლების ფასი თქვათ აი ძალიან ცოტა თქვათ $250 ყველაზე კაი შემთხვევაში დავჭა $1040 $1040 დავჭა და კვირაში $800 რო დავგროსო ბინის ქირა რო გაისტუმრო ყველაფერი რო გაისტუმრო ყველანაირი ხარჯი რო გაისტუმრო რჩება $1040 კვირაში და რის ხარჯი რჩება ეს $1040 იმის ხარჯი რჩება რომ სუგარეთ ხარ სულ მუშაობ და აი წელზე იმენა ფეხებს იდგავ რა იმენა ხან არის ხომე რომ
ათენებ ღამებს და ძალიან ბევრი შრომა გისწრებს რა და ეს ამდენი შრომა და გზაზე სიარული აი როდის დაგიკაკუნებს და ჯანმრთელობაზე როდის დაგირხევს არ ვიცი. Просто это თემა რაც აი რომ მალე უნდა წავიდი ამ სამსახურიდან. არ ვწუნებ არაფერი. აუ ესეთი არის ამ საქმეზე მუშაობა. ამ $1040 არ ვაკლებ იმას, რომ ტანსაცმელი უნდა იყიდო და 1000 ერთხელ სადღაცას ვიღაცას რო დაპატიჟებ დასასვენებლად რო ჩახვალ სადღაცას უნდა გახვიდე. აი მაგებს საერთოდ არაფერს არ ვთვლი რა. კვირაში $8000-დან იმდენი ხარჯი გაგდის, რომ აი $8000 ტვირთებს რო წაიღებ, $1000 გრჩება. პლუს მინუს $200-300 რა. ეს არის ამერიკა. იხდი ძალიან ბევრ გადასახადებს და ძალიან ძნელია რა. მე რო არ მქონდეს ახლა გადასახადი და უშუალოდ დაზღვევის $400 გადასახადი, არ მქონდეს გადასახადი ბანკის ვალები $1000-დან ავიდოდი სადღაცას $2000-მდე და $2000 კვირაში უკვე კაი თემა. მოკლედ ეს არის ამერიკული ხარჯები. თუ გაინტერესებთ კიდევ რამდენში ხარჯაოთ სხვა რაღაცეებში და ზოგადად სხვა რაღაცები ფასები რა ღირს, მაგასაც გეტყვით და ჩაგიწერთ მაგაზე ვიდეოს. უბრალოდ ეხა ამ ვიდეოში ძალიან ელემენტარულ რაღაცეებზე, აი ძალიან ელემენტარულ რაღაცეებზე არ მილაპარაკია რა, იმიტომ არ მილაპარაკია, რომ უკვე ექსჩენჯზე არის დამოკიდებული რა, საჭმელიც იმიტომ არ დავითვალე $150 და $100-ზე მეტი, იმიტომ რომ $100 აუცილებლად გინდა რომ საჭმელი ჭამო რა, დღეში რომ იცოცხლო $100 გინდა და ერთადერთი რასაც აკეთებ გზაში საჭმლის ჭამა არის რა, აი ერთადერთი გასართობი რაც გვაქვს საჭმლის ჭამაა და აი მაგაში თუ ფული დაზოგე და ამ ხელა გზაზე ხარ გამოსული და იშიფშილე, რავი მაგის დასვატილებ რა. ბევრი ისეთი რაღაცეები ხდება და გაუთვალისწინებელი ხარჯები ხდება კიდე ტრაილერზე, იმიტომ რომ ჩემი ტრაკიც ჩემი გასაკეთებელია, უკარას მებია ტრაილერის ჩემი გასაკეთებელია რა. საბურავი, ერთი საბურავი რო შეცვალო, აი ქართულ ჯიგრულ კონში რო შეცვალო რა, $300-დან $350-მდე გინდა და გზაში თუ გაგისკდა სადღაცას რა, ღმერთმანეთის რამდენს გადაგახტევინებენ, $700 იქნება თუ $800 იქნება, რავი, ღმერთმანეთის. ეხა რო ზაფხული მოვა, საბურავები უნდა შევცვალო. და ჩინური საბურავების დაყენებას და ერთი წელის სიარულს მიჩვენია, რომ კაი საბურავები დავაყენო და კაი საბურავებს $4500, $5500, $6000 სჭირდება. ტრაილერი რო გამოვიყვანე ხა, ამ ტრაილერს საბურავები აქვს შესაძლებელი რა. გადაკრული საბურავები აქვს და ამ ტრაილერზეც საბურავები მაქვს შესაძლებელი და აი ძალიან პატარა რაღაცეები გემატება ხოლმე რა. ერთი თვე რო ვარ გამოსულიდან, 3 კვირა რო ვარ გამოსული და შევდივარ სახში, რომ ზეთი შევცვალო მანქანაზე. მარტოზეც არ ვსვი. ძალიან ბევრი წვრილმანი ისეთი რაღაცეები ემატება, რომ სახში ერთი შესვლა და მანქანის შაფში შეყვანა $1000-დან $1500-მდე გიждდება. მაშინ ახალი მანქანა უნდა ყავდეს, რომ არაფერი არ დაგიждდეს. ახალი მანქანა კიდე $200,000 და $250,000 ღირს გააჩნია რომელ მანქანას. ხარჯიანი არის, ფულით რჩება, просто ძალიან დიდი წვალება გიწევს და ძალიან დიდი შრომა გიწევს რა. უბრალოდ არ მინდა YouTube-ზე დავდო ისეთი ვიდეო, რომელთაც შეიძლება ან დავიბლოკო, ან ვიღაცას რაღაცა პრობლემა შევუქმნო. ნამდვილად განახოთ რა ცხოვრებას გავდივარ ტრაილერზე და როგორ მუშაობ და როგორ სტრესში ვარ და ვეისტეიშენზე რა ხდება, გზაზე რა ხდება, როგორი ამინდია და აი ამ ყველაფერზე რა ელემენტარული აი ადამიანი რო დასვა და უთხარ აი 4 საათი შენი აი გიჯექი და არ გაინძრე, აი 4 საათი იქ დაიხლები და აი აქ რო ყველას აკონტროლებ, თუ ისეთი მსხვილი ხარ, რომ საერთოდ ყველაფერი ფეხებზე კიდია, ხო? გზა ყველაფერი ფეხზე კიდია და თუ გათოვდა და გააჩერე, ხო, მაგაზე არ მაქვს საუბარი რა. აი თუ დადიხარ, თოვლი იქნება, მაგარი ქარი იქნება, რეიდები იქნება, დიოუთი კვირა იქნება, აი ყველგან სადაც დადიხარ და იმენა სულ მუშაობ, მაგარი ძნელი. აი ძალიან მაგარი ძნელია და ძალიან მაგარი სტრესია, რომ დღეში 14 საათი, 15 საათი და 16 საათი რომ მანქანაზე ზიხარ და მუშაობ.
და არ არის მარტივი ეს მუშაობა რა, ტრაილერზე მუშაობა არ არის, იმინა სულ დადიხარ, სულ დაძაბული ხარ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვს, ღმერთმა დაგვიფაროს და აი ელემენტარული პატარა რაღაცას რომ მოხდეს, ჩათვალე მთელი ცხოვრება დაღუპული გაქვს. აღარა ვიტყვი რის გამო და როგორ. ძალიან სიფრთხილე გჭირდება და ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. რაო, გაგიმარჯოს ყველას ტრაილერის ხოლოს გამძლეობა მოგცეთ ღმერთმა. მალე დაახსნეთ ამ სამსახურს და რავი სურვილები და ნატრო რაც გაქვთ, მალე აქ სრულებოდეთ. უკვე ისეთი სიტუაცია, რომ ვერც დორდაშზე ვერ იმუშავე და დორდაშიც არ გამოდის ფული, იმდენი რომ თავი გაიტანო და გეყოს და არც ტაქსი აღარ არის, ბიჭებს რო ველაპარაკები ხომ ისეთი მუშაობა, რომ თავი გაიტანო და კარგად გიყო. ეხა ეს რაც დავითვალე რა, დავითვალე მარტო კაცი. მე ვინც ვარ მარტო კაცი და ვალებს ვიხდი და ელემენტარული პატარა ხარჯები მაქვს. პატარა მანქანაც არ მყავს გამოყვანილი და ერთი უბრალო მანქანა მყავს, პროსტა რომ სამსახურიდან სახლში გადავადგინდე. მანქანაც არ მყავს გამოყვანილი. მანქანაც უყავს გამოყვანილი, მაგ მანქანას გამოყვანის ფული ემატება პლუს თვეში $1000, $1500 თავის დაზღვევიანა ისე გემატება როგორც არაფერი. შვილი თუ ყავს, შვილს ბაღში თუ დაკავს, ცალკე ფული აქვს, რაღაცას ერთი $2000 მაგაში გინდა თვეში. Короче, ამერიკაში რასაც შეულობ, ყველაფერს ტოვებ ამერიკაში. უბრალოდ წინ რომ მიდიოდე, აი ძალიან იშვიათია და ძალიან ბევრი უნდა აღამო რა. აი ჩემ შემთხვევაში რაღაც დროის მერე წინ წახვალ, იმიტომ რომ აი მარტო ადამიანი როცა ხარ და ოჯახი არ ყავს. და აი ვისაც ოჯახი ყავს და ან ოჯახში მარტო ერთი ადამიანი მუშაობს, ძალიან მაგარი სმელია და რავი საღოლ გითხარით, გინ მანდილოსანი მუშაობდეს და გინ კაცი მუშაობდეს, ოჯახში ერთი ადამიანი, რავი საღოლ გითხარით. ნუ ისეთი სიტუაცია, რომ სადამდეც საბანი გწდებაო, იქამდე უნდა დაიფარო რა და მართლა ეგრეა. დორდანში რომ მუშაობდი და $200 ვაკეთებდი, ის $200 ყოფნიდა, მაგრამ ეხა აქ რასაც მუშაობ და დაუშვათ რამდენსაც ვაკეთებ ფულს $8000 გროსავ, ხარჯები რო გამოვაკლო და ყველაფერი რო გამოვაკლო, ეს ფულიც იქამდე უწოდა. იდეაში თუ წინა წელს გადავიხადე დორდასზე მუშაობით წელიწადში გავაკეთე $60000 და $60000 ტაქსები გადავიხადე და წლის ბოლოს დარჩენილი მქონდა $10000, ხო? ეხა ამ წელს რა $200,000 მომიწევს სავარაუდოდ გადახდა $150,000-დან $200,000-მდე რა მინიმუმ რა. ეგას ერთ მანქანაზე და დარჩენილი რა მაქვს? არაფერი. ხო და ეგ არის განსხვავება. იმაზე მუშაობ არაფერი გაქვს, ამაზე მუშაობ არაფერი გაქვს. სულ სესხებს იხდი, სულ რაღაცეებს იხდი და რაც ამერიკაში ვარ, იმენა არ ვიტყვი რომ აი ეგ დავდივარ და აქ დავგულავებ და რაღაცეები რა. მაგრამ თემა ის არის რომ ყველაფერი ფასდება და ნელა-ნელა უნდა მიყვე რაღაცეებს და ყველაფერი დაგიფასდება. ეხა მე რომ ჩაურება თავდგე და გულაობაზე გადავერთო, ყველა პარასკევი თუ არა და ორ კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელაც რომ წავიდე, გავიდე, გამოვიდე, საგულაოდ ვიარო რაღაცეები, 2 წელიწადში ესეთი მუშაობითაც მექნება, გართობით და გულაობით 2 წელიწადში ეგ რაღაცები არ მექნება რა. და მიჩვენია რომ ეხლა არ ვიგულაო და 2 წელიწადში და 3 წელიწადში ის ყველაფერი მქონდეს რა. და ზოგადად ყველამ ჩვენი ცხოვრება უნდა მოვიწყო. ხარჯებთან დაკავშირებით კიდე ვისაც რამე დაგაინტერესებთ, შეგიძლია მომწეროთ, ან კიდე ვიდეო მთხოვოთ და ვიდეოს ჩავწერ და გეტყვით რა. სიგარეტი არ მოწიოთ, სიგარეტს დაანებეთ თავით. გამოიწერეს ჩემი არხი, რა ვიდეოების გაინტერესებთ, როგორი ვიდეოების გაინტერესებთ, მითხარით და ეგეთ ვიდეოებს შემოგთავაზებთ. გადადით გათამაშების ვიდეოზე და დაგაკომენტარეთ და იმედია მალეა ვარ 5000 გამომწერზე და იმედია ჩემი ჯიბიდან მალე გავა სადღაცას PlayStation-ის ფული რამდენიც არის, იმედია მალე გავა. ტელეფონის გადასახადი გამოვაკალი, ეხა გონი ტელეფონის გადასახადი არ გამომიკლია. ტელეფონის გადასახადი არ გამომიკლია $1040. მე ერთი ტელეფონი მაქვს
და მეორე კიდე logbook-ს რა. ეხლა რო ჩავალ logbook-ი ისინი უნდა დავითრიო და მაგაზე პლუს რომ უნდა გამოვიტანო, მაგაზე პლუს გადასახადი მექნება და სადღაცაც ერთი $150 მექნება ტელეფონების გადასახადი და კაი, არ გამოვაკლოთ, მაგრამ $150 კიდე ტელეფონები დამაკდარა და კიდე არის ახლა ისეთი რაღაცები, რასაც არ ვამბობ და არა, რა საჭირო რა ყველაფერი ვილაპარაკო და ყველაფერზე იწუწუნო რა. ნახეთ არ უწუწუნებ, მაგრამ ვიცი რომ ბევრს საინტერესებს. ნახეთ არ უწუწუნებ, просто ვიცი რომ ძალიან ბევრს საინტერესებს ამერიკაში ტრაილერზე რამდენ საკეთებენ, რამდენი გრჩებათ, ხარჯები რა არის და ბევრი კომენტარით დამიწერეს. და ერთხელ და საბოლოო და ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტე და ჩავწერე ვიდეო რა, მაგარი უსაქმურად ვიყავი და რა გავაკეთო მეთქი და ეს ვიდეო ჩავწერე რა. წარმატებები ყველას, საქართველოში იქნებით, ამერიკაში იქნებით, გერმანიაში იქნებით, თუ სადაც არ უნდა იყოს რა, ნებისმიერ ქვეყანაში შრომა ყოველთვის ფასდება და იშრომეთ, იმუშავეთ და აუცილებლად დაგიფასებათ ყველაფერი რა. წარმატებები ყველას და მთავარია რომ ფულის მენეჯმენტი ვისწავლოთ და ისეთი რაღაცები რაც არის რომ შენ სიამოვნება მიიღო დღეს ცოტა ჩააჩერჩე რაღაცები რა, იქ სიამოვნება და ხვალ და ზეგ უკეთესად სიამოვნება. წარმატებები ყველას და შევხვდებით კიდევ შემდეგ ვიდეოში.